არის სიტუაციები, როცა არ გიყვარს საჭმის კეთება რა, ახალი წელი მოდის, მეგობრები უნდა მოვიდნენ. არ არის შენ ძლიერი მხარე, მაინდა მაინც რაღაც განსაკუთრებული საწყობა. ან კიდე უბრალოდ კოქტეილების დალევა გინდათ, ან ღვინის მოწრობა გინდათ და რაღაც მისაყოლებელი გინდა რა. აი მაგისთვის არსებობს კანაპეები. კანაპეების ფუნქცია და როლი არის ის, რომ უბრალოდ გაახალესოს საღამო ხოლმე პირი გაართოს რაღაც საინტერესო და მარტივი გემოებით რა. და განახებთ 4 სახეობის მარტივ კანაპეს, რომელსაც არანაირი დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, ყველას გამოუვა მგონია. აქ გვაქვს თხის ყველი, შევრო, შესანიშნავი, Ile-de-France-ის. ერთ უნივერსალური კანაპეა ზოგადად რა. თხის ყველს უბრალოდ აურევთ მარტივად, ვიღებთ ფინიქსს. ფინიქსში საყოველთაოდ დებთ თხის ყველს. ესე, პარალელურად ხალაპენიო. თუ ცხარეს მოყვარული სტუმრები ყავთ, თრიანი თუ არა ნახევარი. ვითომ და რა, 3 ინგრედიენტია, მაგრამ რეალურად ძალიან გემრიელი კომბინაცია არის. სუბუქი წვეთი, ბალზამიკოსი ყველგან. ერთი წვეთი. აქ. აი ეს პირში. აი ვითომ რა, 3 რაღაცა. შეფერეთ რომ გემობის გახსნის ყველაზე საინტერესო რაღაცაა, ჩვენ გააკეთოთ ესე მარტივად სწრაფად სახში. შემდეგი კანაპე, ძალიან მარტივად შეგიძლიათ თქვენ უცბად მოსცხოთ. არის წვანეზეთის ხილი, შამპინიონი, ეპოზოს ხამონი, Ile-de-France-ის ნომენტალი. ყველს ესე გავხებთ შუაზე, მოვკეცავთ თავზე, დავდებთ აქ. და ხანი დაფიქსირებთ ჩავაჭროთ ჭხილი. ხამონის სლაისი. ქვეშ და ბოლოს ეთის ხილი. ცოტა ზღვის მარილი და ოდნავ ზუკის ცისაკიანი ზეთი. შემდეგი 2 კანაპესთვის დავჭირდა პური. რა თქმა უნდა, გვერდების გარეშე, ჩამოჭრილი გვერდებით, რბილებით, ატყუთხედი პურები. ნიორი, გავსრიშოთ, ვალიოს კარაქი, მარფრიოს კრევეტები, დაბალ ტემპერატურაზე, მარილი და დავუგდოთ კარაქს ნიორი. ამასობაში მანგო, გავსხათ მანგო და ჩამოჭრათ სლაისები. პარალელურად დავუგდოთ მანგოს სლაისები, კრევეტი გადმოვიღოთ და კარაქში ჩავდოთ დაჯიკა. ცოტა მარილი, გადმოვიღოთ მანგოები მაგიდაზე და ეხლა პურები ერთი მხარე. პურები გადმოვიტანოთ დაფაზე, კრევეტი და მანგო, კრევეტი, მაჯიკიანი მანგო, ფინძი. ეხლა რა ხდება? ბოლო შტრიხი, პურს წავუსვით არაჟანი, მოათავსეთ ზემოდან 1 ნაჭერი გრანაროლოს მოცარელა, შაქარი თითო პურზე, ციყვი მარილი, ფრიკოსედამი, 2 ნაჭერი გვინდა სულ 4-ზე, ვათავსებთ ზემოდან მეორე ნაჭერ პურს და ჭრით სკავიან რეის სპრეიზეთ, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად გადმოვდეთ, გავჭერით შუაზე, გასართობი კოქტეილებთან, ღვინოსთან და ამ შემდეგ. მარტივად სწრაფად და ხალისით რა.